მოგესალმებით. ეხლა ვიმყოფებით ადებადეკ წანისში, სადაც მიმდინარეობს FIP Promises, რომელიც არის საერთაშორისო ტურნირი ადელის საერთაშორისო ფედერაციის ბავშვებში, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში და პირველ რიგში ძალიან გვიხარია, რომ ესეთ საპასუხისმგებლო ტურნირს მასპინძლობთ. ასევე გილოცავთ ბავშვთა დღეს და ორ უკარგეს და ულამაზეს ბავშვთან ერთად ვიმყოფები თქვენთან ერთად, ნიკოლოზ ეჭოშვილთან და მაშო არჩვეზესთან ერთად, რომლებიც ჩვენ ტურნირებს თამაშობენ ხშირად, გვეხმარებიან ყველაფერში და დიდი წვლილი მიუძღვით პადელის განვითარებაში. საერთაშორისო ფედერაციამ ისევე როგორც ჩვენმა ფედერაციამ გადავწყვიტეთ და აქტიურად ჩავერთეთ ბავშვების განვითარებაში. და ყოველწლიურად უფრო და უფრო ემატება ბავშვების რაოდენობა, როგორც ჩვენთან ისე საერთაშორისო დონეზე პადელის მოთამაშეებში და ეს სპორტი ბევრად უფრო ჩქარა ვითარდება, ვიდრე აქამდე ვითარდებოდა. დავიწყოთ მე მგონი კითხვები, ჩემო ეჯო, ჩემო ბავშვო. პირველ რიგში მითხარით, როგორ დაიწყეთ პადელის თამაში და საერთოდ რა მოგიყვანათ პადელზე და რატო შეგიყვარდათ, თუ გიყვართ საერთოდ? მე პადელის თამაშობა გვიან დავიწყე სექტემბერში ხა, მეგობრებთან ერთად უბრალოდ წამოვედი. და რავი, რომ მოვედი იმის მერე ვეღარც გამოდივარ კორტიდან, ძალიან მიყვარს სუპადებს თამაშობ. აი სულ. მოედანს დავდიოდი ხოლმე რა და სახის გვერდით დავინახე რომ შეიძლება რაღაც. თავიდან ვერ მივხვდი რა იყო. მეგონა რაღაც ჩოგურც კორტები. მე როცა პადელის კორტები გაიხსნა და მე ბუნავ და ბიჭებმა რაუნდჯერ მათამაშეს და იმის მერე დამოკიდებული ვარ. ადელს სანამ დაიწყებდით, იქამდე რამე სხვა სპორტით ხო არიყავით დაკავებული და თუ იყავით, რამდენად დაეხმარა თქვენს ადელის თამაშის ხარისხს სხვა სპორტის გამოცდილება და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით სპორტულად ყოფნა ადელისთვის თუ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ასე თუ ისე თამაში. მე დავდიოდი, ეხლაც დავდივარ 5 წელია ჩოგბურთზე და აი ძალიან დამეხმარა ჩოგბურთი, ფიქრობ აი თვითონ ფეხის მოძრაობებში, რაღაც კოორდინაცია, ყველაფერი ძალიან დამეხმარა. უბრალოდ გამიჭირდა ძალიან კედელთან თამაში და ძალიან ნელა ავითვისე მაგალ კედელთან თამაში და ფიქრობ უფრო ხელს გიწყობს სხვა ნებისმიერი სპორტი, რომ პადელი უკეთესად ითამაშო, ვიდრე უფრო არასპორტულმა ადამიანმა, მაგრამ ყველას თანაბრად შეუძლია იგივე დონეზე და კარგად ითამაშოს, ეგრე ვფიქრობ. ცოტა ხანი თამაშობ ფეხბურთს და ყველაზე მეტად რაც დამეხმარა არის ფუტბოლი. ანუ ბურთთან მისვლა, ბურთის ასკლეტვის ტრაექტორიის განსაზღვრა, ანუ ამ ყველაფერში ბევრად მარტივად დავეხმარა. მერე კიდე ტრენერმა უბრალოდ ტექნიკა გამიხსნა და მე უკვე პრაქტიკაში გადმოვიტანე ეს ყველაფერი. ეხლა მითხარით, ზოგადად აი ძალიან ბევრი ადამიანი არის საქართველოში განსაკუთრებით, რომლებიც ზოგადად თამაშობენ პადელს, მაგრამ ტურნირში არ იღებენ მონაწილეობას რა. მითხარით, პირველ რიგში თქვენი პირველი ტურნირი როგორ გახსოვთ და რა მიგიყვანათ მაგ გადაწყვეტილებამდე, რომ ტურნირში მონაწილეობა მიგიღოთ და რამდენად ემოციური იყო თქვენთვის პირველი თამაში და ასე შემდეგ. ვფიქრებ მოგიყვეთ მაგაზეც. მე ძალიან დიდი ხანი მინდოდა ტურნირებზე გამოსვლა, მაგრამ ახალი დაწყებული რომ მქონდა, მაინც მე შინოდა, რომ აი თავიდან რატომღაც ის განცდა მქონდა, რომ აი უნდა მოვიგო პირველივე, რაღაც იმაზე არ ვფიქრობდი, რომ აი ტურნირში გამოსვლა მარტო მოგება არ არის გამოცდილება, ემოციები, რავი, ყველაფერი და პირველი ტურნირი იყო ჩემი ბავშვთა ტურნირი. ეხლა აპრილში რო იყო და აი არ ვიცი, პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ აი ტურნირზე გამოსვლა სულ სხვა გამოცდილებაა და აი სულ სხვა ტურნირზე თამაში და აი ძალიან მიყვარს უკვე ტურნირებზე გამოსვლა და კიდე ბევრ ტურნირზე გამოვალ არა მარტო საბავშვოზე. ჩემი პირველი ტურნირი იყო ფედერაციის 2 წლის წინ. ანუ საშილად კარგად ვთამაშეთ მაშინ, მით უმეტეს იმ მომენტისთვის ახალი დაწყებული ქონდა თამაში, ჯიმიმ დაგვრთონება, მაშინ რომ გავეშთ ფედერაციის ტურნირზე და პირველი ტურნირზე მოვგეთ 3 თამაში. სხვა შორის იყო სასწაულის შედეგი, რაც ჩვენ დავდეთ და მაგის მერე არც ერთი ტურნირი არ გამოგვიტოვებია, არც მე, არც ალის. და ყველა ტურნირს თამაშობთ ერთად და ვინც არ თამაშობს, მოვუწოდე რომ უბრალოდ ჩაერთოს, იმიტომ რომ თუ თამაშობ ან ბევრად უკეთესია გამოცდილებისთვის, ბევრი ახალ ხალხს გაიცნობ და ყველაფერს. ტურნირები რა სტარდება, არა მარტო ჩვენი ეგიდით, რა თქმა უნდა, კლუბების თვითონ ატარებენ და გაყევით სოციალურ ქსელებში სხვადასხვა კლუბებს, ისევე როგორც ჩვენ და შეიტყობთ ინფორმაციას ამ ტურნირების შესახებ. ბავშვთა ტურნირის რაც შეეხება, რაც ჩვენ მქონდა, პირველი ჩავატარეთ 1 თვის წინ, ვორჩდები პირველად და
35 გუნდი იყო და მე ორ კვირაში მეორე ჩავატარეთ და გავორმაგებული 70 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ამიტომ ეს ტენდენცია, რასაც გვიჩვენებს, რომ ბავშვები ესეთი დაინტერესებულები არიან, ძალიან გვახარებს და რაც შეიძლება მეტი ბავშვი გვინდა რომ ჩაერთოს, რომ ბავშვებს მეტი ის მივცეთ გამოცდილება ამ სპორტში და სპორტული ცხოვრება ზოგადად უფრო მეტი ფონდეს მეტ ბავშვს. ეხლა რაც შეიძლება თვითონ პადელის თამაშს. თვითონ პადელი არის გუნდური სპორტი, ხო? ხო და პირველ რიგში მაინტერესებს, აი რამდენად ეჯო ეხლა შენ 2 წელია თამაშობ თუ 3, ხო? და რამდენად ბევრი მეგობარი შეგზინა პადელის თამაშმა და რამდენად მნიშვნელოვანი არის გუნდურობა ზოგადად პადელის თამაშის დროს. ანუ მარტო ამ ორ ბავშვთა ტურნირზე შევიძინე ალბათ ორჯერ იმდენი, რამდენიც მანამდე ყველა ტურნირზე ერთად. და გუნდრობა უბრალოდ ორი ერთზე სპორტი არ არის და ყველა ანუ უეჭველი გჭირდება ისეთი პარა, ვინც ხელს შეგიწყობს ყველა თამაშზე, ვინც გაგაფრინებს ემოციურად, ვინც არ სტრესში არ ჩაგაგდებს თამაშის დროს და ყველა მოგებულ ქულაზე გაგაფრინებს და იმას არის ზავს, რომ აი შენ გამოწავაგე ეს თამაში და ყველაფერი. თუ ყავთ საერთოდ საყვარელი მოთამაშეები, მოდი ვთქვათ თუ გინდა არავის რო არ ეწყინოს, მარტო უცხოელები, არა, კაი, უცხოელებიც ვთქვათ და ქართველებიც, ორივე თქვი რა, საყვარელი მოთამაშე, ორივე. თუ გაგახსენდება, უცხოელი თუ არ გაგახსენდება, ნუ იტყვი, თუ გინდა ვაფშე არ. ჩემი ფავორიტი მოთამაშე საქართველოში არის ჩემი დეიდაშვილი ნიკა გაბრიჩიძე. დავთვლი რომ მაგის თამაშის ყურებით შემიყვარდა ეს ძალიან პადელი და ჩემი ასე ვთქვათ როლ მოდელ არის და მინდა რომ ეგრე ვისწავლო ეს თამაში და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოთამაშე არის გაბრო. ყველაზე პადელურად თამაშობს პადელს. კი და აქედან გამომდინარე, ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ ბავშვებმა არა მარტო ბავშვებმაც, დასრულებმაც უნდა იარონ პადელზე, უყურონ პადელს და აქედან გამომდინარე შეიძლება ისე მოეწონოს ვიღაც თამაში, რომ თვითონ მოუნდეს მერე რომ ცადოს რა არის ეს პადელი და მან მიხვდება რომ რატო არის გაგიჟებული მთელი მსოფლიო ამ სპორტზე. ქართულს ეს ერთ ვერ გამოვარჩევ. ეხლა ვიღაცა რო თქო შეიძლება ვიღაცას ეწყინოს. ანუ ამიტომაც არ ვიტყვი და უბრალოდ უცხოელები დამიტყვი რომ ტაპია რა. ყველაზე ელეგანტური მოთამაშეა რაღაცაერა და ანუ ულამაზესი სპორტი. აი ეხლა რაც შეეხება თქვენ თაობას და ბავშვებს. მითხარი რატო არის მნიშვნელოვანი შენი აზრით ბავშვებისთვის რომ ზოგადად სპორტით დაკავდნენ და რა ბენეფიტები აქვს ასე ვთქვათ სპორტს ბავშვებისთვის არა მარტო ბავშვებისთვისაც მაგრამ განსაკუთრებით ბავშვებისთვის იმიტომ რომ ბავშვთა დღეა თან დღეს და ბავშვების ტურნირი არის მე პირადად არ მისმის როგორ შეიძლება არ იყო რამე სახის სპორტით მაინც დაკავებული მით უმეტეს ეხა ჩვენ ასაკში აი მაგალითად ეხა მე თავისუფალ დროს სულ რაღაც პადელს თამაშობენ ჩოგბურთს ისე და თან ბენეფიტები ჯანმრთელობა პირველ რიგში და სპორტი მარტო იმაში არ გეხმარება მარტო სპორტი არ არის მაინდსეტი ამ სპორტში რაღაც მენტალური ხო კი და ძალიან ბევრ უნარჩვევას გამომუშავებ სხვადასხვას როცა სპორტს თამაშობ და თვითდაჯერება ძალიან თვითდაჯერება იგი თავარია კი და სპორტს მოაქვს ძალიან ბევრი ცხოვრებისეული ასე ვთქვათ გამოცდილება და სკილები და ხო ასე შემდეგ. ნამდვილად. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის მხარდაჭერა და აი შეიძლება ახლა მე მაგალითად რაღაცა ბავშვობაში მე თქვა ნებისმიერ სპორტზე რომ მინდა აქ შევიდე და ჩემი მშობლები უმეუნებოდნენ რომ კი შეედი პარა ვიღაცები არიან ახლა არ მინდა რომ რაღაც ცუდად გამომიგდეს და რომ აი არა რადგინდა ეს და მოდი ეს ცადია რაღაცა. აი თავისუფლების მიცემა რამდენად კარგია ან ცუდი თქვენი აზრით. მე პირადად რა სპორტზეც არ მithქვამს რომ მაგალითად მინდა აი აქ რაღაც სულ იყო მშობლისგან მხარდაჭერა და ისიც მინდა ვთქვა რომ აი მაგალითად ტურნირებზე დედაჩემი და მამაჩემი რა მოდიან უფრო აი მოტივირებული ვარ და უფრო აი ეგენი არიან ჩემი ყველაზე დიდი მხარდაჭერები ნებისმიერ სპორტში და ზოგადად ცხოვრებაში და აი ეგენი რომ ამოდიან თუნდაც ჩემს საყვარებლად სულ სხვა მოტივაცია მეძლევა და ბევრად უკეთესად ვთამაშობ ესე ვფიქრობ როცა ესეთი ერთგული გულშემატკივარი ყავს და ჩემი აზრით ძალიან აუცილებელია რომ მშობლისგან იყოს მხარდაჭერა, იმიტომ რომ მე ბავშვი უფრო სხვანაირად უდგება ნებისმიერ სპორტს ან ნებისმიერ ამას ასაც აკეთებს ცხოვრებაში ზოგადად. რამდენად როგორ ფიქრობ დღევანდელ ეპოქაში რომ ტელეფონები რო არის ესეთი მნიშვნელოვანი და განუყრელი ნაწილი ჩვენი ცხოვრების სპორტი რამდენად შეიძლება იყოს ალტერნატივა მაგ ყველაფრის და შენ ცხოვრებაში რამდენად არის ეგეს მითხარი რა ციფრული და კომპიუტერების მაგივრად რო სპორტით გავდები. ჩემთვის აი ტელეფონების და ზოგადად ელექტრონული მოწყობილობის ყველაზე დიდი კონკურენტი არის პადელი. რო არა პადელი და მე პადელი თუ არა მაშინ ტელეფონი. ანუ სულ ეგრეა. ყველა მაგაზე მეჩხუბება კორტებზეც. რომ უბრალოდ თუ ისე ვარ ანუ უბრალოდ კორტის გარეთ ვარ ტელეფონში ვარ, თუ არ და ვთამაშობ პადელს.
ეგ არ არის კარგი, მაგრამ უბრალოდ ძალიან მიჩვეული ვარ. მანამდეც სანამ პადელს დავიწყებდი, უბრალოდ სახლში ვიყავი ხოლმე და სკროლავდი. და მაგის მერე ეს ჩვევად მაქვს, რომ უბრალოდ არ შევდივარ ხალხთან ისე მარტივად კონტაქტში და ეს როგორც შებუჭილი გავით ვარ ტელეფონებზე და რაღაც. ზოგადად საქართველოში ძალიან ნაკლებ ბად პოპულარული არის ტურნირებში მონაწილეობა, გოგონებში და ქალებში რა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ქალი თამაშობს და გოგოც, მე რომ ეხლა დავდივარ, სულ ხედავ, რომ თითქმის თანაბრად არის კაცებში და ქალებში ვარჯიშები და ჯავშნები და ასე შემდეგ, ტურნირში მონაწილეობას არ იღებენ. აი შენ როგორ ფიქრობ, რატო არის ნაკლები ქალების რაოდენობა და რაღაცა რა ბოჭავთ ტურნირებში მონაწილეობის მიღების? მე რო პირველ ტურნირზე ვიყავი გამოსული, გოგოებში, ბავშვებში იყო სულ რაღაც 3 პარა მარტო. და შემდეგ ტურნირზე უკვე ბევრი იყო და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში უკვე იყო გადანაწილება. და აი ეგ რო გამიხარდა, ეგრე რა ვიცი. ძალიან ცოტა რაღაც, იმიტომ რომ მეც მიხარია, იმიტომ რომ კონკურენცია უფრო იზრდება და ძალიან კაი მოთამაშეები გამოვიდნენ და ისიც გამიკვირდა რომ აქამდე რატო არ გამოდიოდნენ ტურნირებზე და დარწმუნებული ვარ რომ ეგეთი კიდე ძალიან ბევრია ვინც თამაშობს და ტურნირზე არ გამოდის. კი. ეს არ ვიცი რატო ხდება მართლა არ ვიცი და მოუწოდო მინდა ყველა გოგოს მით უმეტეს ჩემ ხელას რომ გამოვიდნენ ტურნირებზე და არ ინანებენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი გამოცდილებაა და ერთხელ რომ გამოვლენ, მე სულ მოუნდებათ გამოსვლა. ყველასკენ წავიდეთ ნელ-ნელა და მითხარი ეჯო და მაშო ორივემ, აქ ორივეს პასუხი მაინტერესებს. თუ აპირებთ პროფესიონალურად რომ გაყვეთ პადელს და სპორტს ზოგადად. რა თქმა უნდა ვაპირებ. არ უარ ვაპირებდი ამდენ ტურნირს არ ვითამაშებდი ესე უარდო და არც ვივარჯიშებდი, არც არაფერი. ჯერჯერობით ვაპირებ. სადამაც ხელი გამიშვება ყოველ შემთხვევაში იქამდე რა და მე ნახოთ რა მოხდება. ნუ ჯერ არ ვიცი, ადრეა ვფიქრობ მაგის თქმა, ჩემთვის ძალიან ცოტა ხანია დაწყებული მაქვს, მაგრამ ვაპირებ და სიამოვნებით გავყებოდი პროფესიონალურად, იმიტომ რომ სასწაულის სპორტია და ეხლა მით უმეტეს უფრო ვითარდება პადელი და ალბათ გავაგრძელე პროფესიონალურად გავყვები. კი ბატონო და ბოლოს აი მაშინ მოუწოდა და შენც რომ მოუწოდო ბავშვებს რომ ჩაერთონ პადელში და ითამაშონ ტურნირები და თან გაიხსენე რაღაცა აი შენი ამ დიდი ტურნირების გამოცდილების ყველაზე ემოციური გამარჯვება და ეგ რაღაცა ემოციები რომელიც მე გაგხვა რაღაცა პერიოდის განმავლობაში და მაგ ემოციებიდან გამომდინარე რამდენად ფიქრობ რომ ხალხმა უნდა ითამაშოს ტურნირები და პადელი. ყველაზე დიდი ემოციური იყო, როდესაც პირველი ფედერაციის ტურნირი მოვიგე ამ 26-ში თემკასთან ერთად. მოვიგე ვატო და კიკაბას, რომელიც იყო ითვლებოდა დაუმარცხებლად და დაუმარცხეთ ესე ვთქვათ. ნავსი გავტეხეთ და აი ერთი კვირა ემოციებიდან ვერ გამოდიოდი, ისე მიხარო და ეგ მოგება. და რაც შეეხება ბავშვებს, ყველას უსურვებ რომ ითამაშონ. ანუ ძალიან ბევრი გოგოა, ვინც არ თამაშობს ბიჭის, აი ყველა ბევრი ვარჯიშობენ მაგალითად ტრენერებთან, მაგრამ მე არ თამაშობენ ტურნირებს. და ეგრე არ შეიძლება რა. და ყველას მოვუწოდებ რომ ითამაშონ. ვისურვებ რომ შემდეგ ბავშვების ტურნირზე კიდე ორჯერ მეტი ბავშვი გამოვიდეს როგორც ეხლა. მე ჯერ მარტო 2 ტურნირზე ვარ გამოსული და ალბათ ყველაზე ემოციურს გამოვარჩევ პირველი ტურნირის ფინალს, იმიტომ რომ მაინც პირველი ტურნირი იყო, რაღაც ფინალში მოვხდი. იმის მიუხედავად რომ ცოტა კონკურენტი მყავდა მაინც და ყველა ჩემ ხელა გოგოს მოუწოდებ რომ გამოვიდეს ტურნირებს და ვისაც თამაში არ აქვს დაწყებული, ყველა მითამაშოს, იმიტომ რომ მართლა სასწაული გამოცდილებაა, ბევრ ახალ მეგობარს შეიძენ, მეც იმდენი მეგობარი შევიძინე წინა ტურნირზე, რომ არ ვიცი და მაგათთან ერთად თამაშობ კი ხალხ პადელს სულ და მართლა სასწაული სპორტია და ტურნირები მით უკეთესი და ყველას მოუწოდებ რომ გამოვიდეს. მადლობა თქვენ პირველ რიგში. არაჩვეულებრივი რესპონდენტების ხართ. მადლობა რომ გვიყურებდით. გამოვყევით ყველგან სოციალურ ქსელში და ითამაშეთ პადელი.